Sanktsiები, რომელსაც გაერთიანებული სამეფო აწესებს, არის ტარგეტირებული იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც უკანასკნელ თვეებში განსაკუთრებით, მაგრამ ზოგადად საქართველოში მოსპეს კანონის უზენაესობა, საქართველოში მოსპეს გამოძიების თავისუფლება, საქართველოში მოსპეს პოლიციის ინსტიტუტი. ესენი არიან ძალები, რომლებიც ყველა ამ სახელმწიფო ინსტიტუციას იყენებს საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების შესაზღუდად, მათ ჯანმრთელობის გასაფუჭებლად, საწამებლად და ეს ადამიანები ისჯებიან პირველები ჩვენი მეგობრების მხრიდან. ეს არის სწორი, როდესაც ამ ქვეყანაში ჩვენ არ აქვს საშუალება რომ ვიპოვოთ სამართალი, ამ ქვეყანაში არ არსებობს გამოძიება, ამ ქვეყანაში მოქალაქეებს არ აქვს საშუალება რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს დაუპირისპირდეს სამართლიანად, ამაში გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები დიდი ბრიტანეთიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს სანქციები გაგრძელდება, არ არსებობს ახლა ეს სანქციები არის ნაცადი ჩვენ ქვეყანამდე, ჩვენ ქვეყანაში აი ამ ადამიანებამდე, სხვა ავტოკრატებზე, სხვა მწამებლებზე, სხვა ქვეყნებში შესაბამისად ამ სანქციების გვერდის ავლა ფაქტურად შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ის ბანკები, რომლებიც ოპერირებენ, თან არიან დალისტული ბრიტანულ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ამიტომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაეხმარება სანქციების გვერდის ავლაში ადამიანებს და ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც დაეხმარება ამ ადამიანებს სანქციების გვერდის ავლაში, ისინი იქნებიან იგივენაირად დასჯილები. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს არის ცდელობა ჩვენი პარტნიორების და მეგობრებისგან, რომ გონს მოაგოს ივანიშვილის რეჟიმი და შეწყვიტოს საკუთარი საზოგადოების რეპრესიები და დემოკრატიის მკვლელობა ამ ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ცალსახად ეს სანქციები მეთოდურად მივა, რა თქმა უნდა, თავად ოლიგარქამდე და უმაღლეს წრეებამდე საქართველოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირების. კოცებს ზოგადად პრაგმატულობა ესმით, როგორც საბჭოთა ქართულ ჩინოვნიკებს, საბჭოთა საქართველოს ჩინოვნიკებს ესმოდათ მაშინ. თურმე სამშობლოს გაყიდვა პრაგმატიზმი არის. თურმე ქვეყანას, რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორიები, სამხედრო ბაზები აქვს შენი ნების საწინააღმდეგოდ გაშლილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, საერთაშორისო აღიარებულზე, თურმე პრაგმატულია, რომ ასეთ ქვეყანას ოკუპანტს და ოკუპანტის ეკონომიკას ჩამოკიდო შენი ეკონომიკა, ჩამოკიდო შენი რესურსები, დამოკიდებული იყო მასზე ისეთ სასიცოცხლო პროდუქციაზე და სასიცოცხლო რესურსებზე, როგორც არის საწვავი, ხორბალი და ასე შემდეგ. ეს თურმე არის პრაგმატულობა მათ ქოცურ ენაზე და სინამდვილეში ეს არის სამშობლოს ღალატი, ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ სვლა, ეს არის ბოროტება, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება ამ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. ევროპის საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ სრულად დაეთანხმა ქართული ხალხის მთავარ მოთხოვნებს, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები იმისათვის, რომ შეწყდეს პოლიტიკური კრიზისი და განთავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ოცნების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ წარმოადგენს ამ ქვეყანას ევროსაბჭოს ასამბლეაზე. საქართველოს ამ ორგანიზაციის წევრი არის 99 წლიდან და ჯერ ასეთი რამ არ ყოფილა ჩვენს ისტორიაში, რომ ასეთი ზეწოლა მიიღონ უზურპატორებმა ხელისუფლების ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. ამიტომ სანამ ეს მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, მანამ საქართველოს ქართული ოცნება ვერ წარმოადგენს ვერაფრით ამ ქვეყანას ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების დელეგიტიმაციის გზაზე, ერთი და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი არის ამ რეზოლუციაში გაკეთებული იმაზე, თუ რას აკეთებს ღვარძლის კოლექტორი წულუკიანი თავის კომისიით, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა იმ პრინციპს, რომელთაც შეკრებილია ევროპის საბჭო და ეწინააღმდეგება დემოკრატიას. ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური დევნისთვის და ეს დააფიქსირა ევროპის აბსოლუტურად ყველა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციამ ამ რეზოლუციაში, ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია ჩვენ ბრძოლაში.